მოგესალმებით ჩვენს დებატებში. დღეს ჩვენი განხილვის თემაა საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა. ეს არის საკითხი, რომელმაც მართლაც აკადემიური წრეები და ზოგადად საზოგადოება ფაქტობრივად ორად გახლიჩა. ჩვენი მსჯელობა დაეფუძნება რეფორმის კონცეფციის შესახებ გამართულ საჯარო დისკუსიას. მთავარი კითხვა კი, რომლის გარშემოც დღეს ვისაუბრებთ, შემდეგია. არის თუ არა შემოთავაზებული პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რაციონალური და აუცილებელი ნაბიჯი მწირი რესურსების ოპტიმიზაციისთვის და ესე ვთქვათ, განათლების ხარისხის კრიზისიდან გამოსასვლელად. თუ ეს არის უბრალოდ უხეში თავდასხმა უნივერსიტეტების ავტონომიაზე და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება, რომელიც ანადგურებს აკადემიურ პოტენციალს. მე დღეს წარმოვადგენ პოზიციას, რომლის მიხედვითაც ეს რეფორმა მტკივნეულია, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული უნივერსიტეტების გადასარჩენად. მე კი ვფიქრობ, რომ ეს გადარჩენის ნიღბით შემოთავაზებული სრულიად დესტრუქციული გეგმაა, რომელიც მიზნად ისახავს არა ხარისხის ამაღლებას, არამედ აკადემიური თავისუფლების მოსპობას და წარმატებული ინსტიტუტების განადგურებას. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ. საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია. და ეს იცით არ არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამაზე მეტყველებს ცივი უტყუარი ფაქტები. ავიღოთ თუნდაც საერთაშორისო რეიტინგები, მაგალითად TH-ის რეიტინგი. მსოფლიოს 1200 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის არც ერთი ქართული სასწავლებელი არ არის. და თუ ჩაუღრმავდებით, ვნახავთ, რომ სწავლების კომპონენტში, რაც სტუდენტისთვის ყველაზე მთავარია, ჩვენს ფლაგმანს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 100-დან მხოლოდ 14 ქულა აქვს. ეს ხო კატასტროფაა. ამ ფონზე ქვეყანაში გვაქვს 64 უნივერსიტეტი. შედარებისთვის ნიდერლანდებსა და შვეიცარიაში, რომლებიც განათლების ლიდერები არიან, ჩვენზე ნაკლებია. ეს შიდა კონკურენცია, ესე იგი არანაირად არ გარდაიქმნება საერთაშორისო წარმატებაში. ვითარება ითით რას მაგონებს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატს. უამრავი გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს აქ, ლოკალურად, მაგრამ ევროპულ არენაზე ფაქტობრივად ვერცერთი ვერ აღწევს წარმატებას. მთავარი პრობლემა არის მწირი რესურსების, განსაკუთრებით კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების, არაეფექტიანი გაფანტვა. ამიტომ პრინციპი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ამ პრობლემის გადაჭრის ლოგიკური და, მე ვიტყოდი, რაციონალური გზაა. ის მოახდენს რესურსების კონსოლიდაციას, როგორც ეს მაგალითად გერმანიის წარმატებულ მოდელში ხდება. ეს არის გარკვეულწილად 90-იან წლებამდე არსებულ, ბევრად უფრო ეფექტიან სტრუქტურასთან დაბრუნება. საინტერესო ანალოგია ფეხბურთთან. კი, მაგრამ მე ვფიქრობ, აქ საქმე გვაქვს არა ცუდად მოთამაშე გუნდების გაერთიანებასთან, არამედ მოედნიდან იმ გუნდების გაძევებასთან, რომლებიც ახლა იწყებდნენ კარგად თამაშს. ჩემი პოზიციიდან ეს რეფორმა არის პირდაპირ ანტიკონსტიტუციური თავდასხმა უნივერსიტეტის ავტონომიასა და აკადემიურ თავისუფლებაზე. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს ფუნდამენტური გადაწყვეტილება მიიღეს აკადემიური საზოგადოების სრული იგნორირებით. როდესაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ყოველგვარი დისკუსიის გარეშე უბრალოდ უცხადებ, რომ მისი პროგრამების 92%-ს ართმევ, ეს რეფორმა კი არა სადამსჯელო ოპერაციაა. ეს პროცესი იცით საგანგაშოდ მაგონებს 30-იანი წლების საბჭოთა პრაქტიკას, როდესაც ლუნაჩარსკის დეკრეტებით ჯერ უნივერსიტეტების, მერე კი მთელი ინსტიტუტების ავტონომია სრულად გაუქმეს და განათლების სისტემა პარტიულ კონტროლს დაუქვემდებარეს. ხელისუფლებას დღემდე არ წარმოუდგენია არანაირი კვლევა, მონაცემი ან შრომის ბაზრის ანალიზი, რომელიც ამ რადიკალურ დესტრუქციულ ნაბიჯებს გაამართლებდა. პროცესი სრულიად გაუმჭვირვარელა, ამიტომაც მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ რეფორმის ნამდვილი მიზანი არა ხარისხის გაუმჯობესება, არამედ კრიტიკულად მოაზროვნე აკადემიურ სივრცეზე ტოტალური პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა. თქვენ ავტონომიის საკითხს ძალიან მწვავედ აყენებთ, მაგრამ მოდით ამ ცნებას უფრო ფართოდ შევხედოთ. ავტონომია ხომ აბსოლუტური და უკონტროლო თავისუფლება არ არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო დაფინანსებას. სახელმწიფოს როგორც მთავარ დამფინანსებელს არა მხოლოდ აქვს უფლება, არამედ მე ვიტყოდი პირდაპირ ევალება განსაზღვროს სტრატეგიული პრიორიტეტები. ეს მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა. ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციაც და OECD-ც პირდაპირ მიუთითებენ, რომ სისტემური დუბლირების შემცირება და რესურსების ოპტიმიზაცია ეფექტიანი საჯარო პოლიტიკის ნაწილია. ავტონომია თავისი კლასიკური გაგებით ეხება სასწავლო პროგრამების შინაარსს, კვლევას. ამაში რეფორმა
პირდაპირ არ ერევა. რაც შეეხება დიალოგის არარსებობას, ესეც არ არის ზუსტი. ხელისუფლება მზად იყო საუბრისთვის, გაიმართა შეხვედრები 19-ვე სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან. მაპატიეთ, მაგრამ ამას დიალოგს ვერ დავარქმევთ. როდესაც ფუნდამენტური გადაწყვეტილება ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპი უკვე მიღებულია და ამის შემდეგ რექტორებს იბარებ, ეს დისკუსია კი არა, დირექტივის გაცნობაა. ეს პირდაპირი იერიშია ავტონომიაზე. როდესაც უნივერსიტეტს მისი აკადემიური საბჭოს და სენატის გვერდისავლით პროგრამების 92%-ს ართმევ, ამას სხვა სახელი არ აქვს. თქვენ საუბრობთ საერთაშორისო პრაქტიკაზე, მაგრამ შეგიძლიათ დამისახელოთ ერთი დემოკრატიული ქვეყანა მაინც, სადაც მთავრობა ასე ცალმხრივად დაჩეხის პრინციპით არღვევს უნივერსიტეტების სტრუქტურას. და რაც ყველაზე შემაშფოთებელია და რაზეც პასუხი არ გაქვთ, ვინ ხელმძღვანელობს ამ პროცესს? რატომ არიან რეფორმის მთავარი კოორდინატორები არა განათლების ექსპერტები, არამედ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები? პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი და მოქმედი პოლკოვნიკები. როგორ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ხარისხის ამაღლებას ემსახურება და არა კონტროლის გამკაცრებას? თუმცა მოდით წამით გვერდზე გადავდოთ, ვინ ახორციელებს რეფორმას და მის არსს, მის ლოგიკას დავუბრუნდეთ. რესურსების კონსოლიდაციის იდეა ხომ ჰაერიდან არ მოსულა. საქართველოს აქვს უკიდურესად მწირი აკადემიური რესურსი. ავიღოთ თუნდაც იურისპრუდენცია. თბილისში 4 ძლიერი სახელმწიფო უნივერსიტეტი ასწავლის სამართალს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული საუკეთესო იურისტების, პროფესორების ისედაც მცირე რაოდენობა გაფანტულია 4 სხვადასხვა ადგილას. შედეგი: ხარისხი ყველგან საშუალოა ან საშუალოზე დაბალი. ფაქტია, რომ ბოლო 30 წელია ქვეყანაში ადამიანის უფლებების თანამედროვე ფუნდამენტური აკადემიური სახელმძღვანელო არ შექმნილა. რატომ? იმიტომ, რომ არ არსებობს ერთი ძლიერი ცენტრი, ერთი კრიტიკული მასა, რომელიც ასეთ პროდუქტს შექმნის. რესურსების ერთ მძლავრ ფაკულტეტზე თავმოყრა შექმნის სწორედ ასეთ ცენტრს და აამაღლებს სტანდარტებს. ის, რასაც თქვენ კონსოლიდაციას და კრიტიკული მასის შექმნას უწოდებთ, სინამდვილეში არის დესტრუქცია და არსებული წარმატებული კერების განადგურება. თქვენ ამბობთ, რომ რესურსი მწირია, მაგრამ ამავდროულად ანადგურებთ იმას, რაც ამ მწირ რესურსებშიც კი შეიქმნა და მუშაობს. ფაქტები ხომ საპირისპიროზე მეტყველებს. აი მაგალითად, ილიას უნივერსიტეტის ფიზიკისა და ასტრონომიის მიმართულება, რომელიც საერთაშორისო რეიტინგებში მსოფლიოს ტოპ 400 უნივერსიტეტს შორის ხდება, ამ რეფორმის შედეგად ფაქტობრივად უქმდება. ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვანადგურებთ იმას, რითიც შეგვიძლია ვიამაყოთ და ვწირავთ მას რაღაც ხელოვნურ გეოგრაფიულ პრინციპს. და კიდევ, მწირი რესურსების არგუმენტი 14 წლიანი მმართველობის შემდეგ ცოტა უხერხულად არ ჟღერს, თუ რესურსი მწირი იყო, რატომ არ ჩაიდო ამ წლების განმავლობაში მეტი ინვესტიცია განათლებაში? რატომ არ გაძლიერდა არსებული პროგრამები? ნგრევის ნაცვლად, რატომ არ მოხდა არსებული წარმატებული მაგალითების განვითარება? ეს ხომ ბევრად ლოგიკური იქნებოდა. კი, მაგრამ როგორ შეიძლება გააძლიერო ის, რაც ფუნდამენტალურად არასწორად არის აწყობილი? ინვესტიცია უბრალოდ ფულის ჩაყრა არ არის, ის რაციონალურ დაგეგმას მოითხოვს. სწორედ ამ რაციონალურ დაგეგმას ემსახურება ის რეფორმა, რომელიც თქვენი მტკიცების საპირისპიროდ ეფუძნება შრომის ბაზრის ანალიზს. მოდით, ისევ ციფრებს მიმართოთ. კვლევა მაჩვენა, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად 2050 იურისტი ამთავრებს უნივერსიტეტს, მაშინ როცა ბაზრის რეალური მოთხოვნა მხოლოდ 700-ია. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც სისტემა, ყოველწლიურად 1300-ზე მეტ ახალგაზრდას ვაძლევთ დიპლომს და ვწირავთ მათ გარანტირებული უმუშევრობისთვის. იგივე ხდება მედიცინაში. ერთ სულ მოსახლეზე ექიმების რაოდენობით მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ. რეალურად წელიწადში 500-600-ზე მეტი მედიკოსის მომზადება ქვეყანას უბრალოდ არ ჭირდება. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არაა უბრალოდ დიპლომები არ იგოს, არამედ მისცეს ახალგაზრდებს ისეთი განათლება, რომელიც მათ დასაქმების პერსპექტივას შეუქმნის. უკაცრევად, მაგრამ ამ არგუმენტს სერიოზულად ვერ მივიღებ. თქვენ საუბრობთ შრომის ბაზრის კვლევაზე, მაგრამ სად არის ეს კვლევა? რატომ არ არის ის საჯარო? რატომ არ შეუძლია აკადემიურ საზოგადოებას მისი მეთოდოლოგიის და შედეგების გაცნობა? ის მცირე ფრაგმენტები, რომლებმაც მედიით გამოჟონა, უბრალოდ აბსურდულია. მოდით დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება კვლევამ დაასკვნას, რომ მთელ საქართველოს სჭირდება მხოლოდ 5, ვიმეორებ 5 ენისა და მეტყველების თერაპევტი, როცა რეალური საჭიროება მინიმუმ 1500-ია.
და ამავდროულად იგივე კვლევის საფუძველზე პრიორიტეტად ცხადდება ასტროლინგვისტიკა და 20 ადგილი გამოიყოფა დისციპლინაზე, რომელიც უცხო პლანეტელებთან საკომუნიკაციო ენის კვლევას ისახავს მიზნად. ერთი წამით შევჩერდეთ. თქვენ ამბობთ, რომ რეფორმის საფუძვლად დადებული მონაცემები ასტროლინგვისტიკისთვის კვოტების გამოყოფას ითვალისწინებს, მაშინ როცა ფუნდამენტურ სფეროებში, როგორიც მეტყველების თერაპია, კვოტები თითქმის ნულამდე დადის. ეს წყაროს ზუსტი ინტერპრეტაციაა? იმიტომ რომ ეს რაღაცნაირად არაორდინალურად ჟღერს. დიახ, ეს არის ზუსტად ის მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც მთელი სისტემის დანგრევა იგეგმება. ეს არ არის სერიოზული ანალიზი, ეს არის ფსევდომეცნიერული საფუძველი წინასწარ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების გასამართლებლად. როდესაც შენი მთავარი არგუმენტი ასეთ აბსურდულ მონაცემებს ეფუძნება, როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ რეფორმის მიზანი მართლაც რაციონალური დაგეგმაა? ეს კვლევა არის უბრალო საბაბი, შირმა, რომლის უკანაც სულ სხვა პოლიტიკური მიზნები იმალება. მესმის თქვენი სკეპტიციზმი კონკრეტულ ციფრებთან დაკავშირებით და ვაღიარებ, რომ ასტროლინგვისტიკის მაგალითი ნამდვილად ბადებს კითხვებს, თუმცა მოდით ამ კონკრეტული ხარვეზის გამო მთლიანად იდეას ნუუარყოფთ. პრინციპი, რომ სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს პროფესიების მომზადება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ხომ თავისთავად სწორია, იქნებ კვლევის მეთოდოლოგიაა დასახვეწი. მაგრამ მიდგომა, რომ უსასრულოდ არ უნდა ვამზადოთ იურისტები და ეკონომისტები, რომლებსაც შემდეგ ვერ ვასაქმებთ, ხომ ლოგიკურია. პრინციპი შეიძლება ლოგიკურია, მაგრამ როდესაც ამ პრინციპის განსახორციელებლად ბულდოზერი თუვლი მთელ სისტემას და ამ პროცესს აბსურდულ მონაცემებს უდებს საფუძვლად, ეს უკვე პრინციპის ერთგულება კი არა, მისი ბოროტად გამოყენებაა. თუ პრობლემა იურისტების ჭარბი რაოდენობაა, ამის მოგვარება შეიძლება დაფინანსების მექანიზმების შეცვლით, გრანტების გადანაწილებით და არა მთელი ფაკულტეტების დახურვითა და გადატანით. მოკლედ, ჩემი პოზიციის შეჯამებისას ვიტყვი, რომ დღევანდელი სისტემა ვეღარ პასუხობს 21 საუკუნის გამოწვევებს. ის ვერ აძლევს ახალგაზრდებს ხარისხიან და კონკურენტუნარიან განათლებას. ამიტომ ცვლილებები გარდაუვალი და აუცილებელია. მწირი რესურსების ოპტიმიზაცია, პროგრამების დუბლირების აღმოფხვრა და რამდენიმე ძლიერი საერთაშორისო დონის აკადემიური ცენტრის შექმნა არის ერთადერთი სწორი გზა. ოპონენტები კი სამწუხაროდ რეალური არგუმენტირებული ალტერნატივის ნაცვლად გვთავაზობენ მხოლოდ დაუსაბუთებელ ბრალდებებს და შიშების გაღვივებას, რაც საბოლოო ჯამში არსებული ჭაობის შენარჩუნებას ემსახურება. ჩემი შეფასებით, კი, ეს რეფორმა არის კლასიკური მაგალითი ავტორიტარული ჩარევისა აკადემიურ ცხოვრებაში, რომელიც ეფუძნება დაუსაბუთებელ ან აშკარად გაყალბებულ მტკიცებულებებს. ის უხეშად არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ უნივერსიტეტის ავტონომიას და პოლიტიკური მიზნებით ანადგურებს 10 წლეულების განმავლობაში შექმნილ აკადემიურ მონაპოვარს, მათ შორის საერთაშორისოდ აღიარებულ პროგრამებსაც. ფსევდომეცნიერული დარგების პრიორიტეტიზაცია ფუნდამენტური პროგრამების განადგურების ხარჯზე ამ გეგმის აბსურდულობას ყველაზე ნათლად ამტკიცებს. ეს არ არის მოსასწავალი, ეს კრიზისის გაღრმავებაა. დღევანდელმა საუბარმა ნათლად აჩვენა, რომ ორივე ვთანხმდებით ერთ რამეზე. უმაღლესი განათლების ხარისხი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის. თუმცა ჩვენი პოზიციები რადიკალურად განსხვავდება იმის შეფასებაში, თუ რა არის პრობლემის სათავე და არის თუ არა ეს რეფორმა პრობლემის გადაჭრის გზა თუ პირიქით მისი გამწვავება. ნამდვილად. იმედი მაქვს ჩვენი დისკუსია დაეხმარება მსმენელს დაინახოს ამ საკითხის ორივე მხარე. საბოლოო დასკვნების გამოსატანად კი ცხადია მასალის უფრო სიღრმისეული და დამოუკიდებელი შესწავლაა საჭირო.